1921 წელს ჟურნალ აგანიოქში დაიბეჭდა წერილი სათაურით მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან. ეს ეპიტეტი მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ალბათ არავის არ ყოლია მეცნიერებაში იმდენი მტერი და მოყვარე, რამდენიც ნიკო მარს. ერთნი მას მიწასთან ასწორებდნენ. მეორენი განცვიფრებას და აღწაცებას ვერ მალავდნენ მისი უნიკალური ნიჭიერების გამო. ალიონზე ბაღში ფეთქავს ვარადი ფერადის ნიკო მარის მამა იაკობ მარი, იგივე ბარონი ჯეიმს პატრიკ მონტეგიუ მარი, შოტლანდიელი აგრონომი, მებაღე და მრეწველი გახლდათ. ეს იყო საოცრად უნარიანი და ნიჭიერი კაცი. ლონდონის უმაღლეს სასწავლებელში მიხეილ ვორონცოვის კურსელი, რომელიც მოგვიანებით კავკასიის მეფისნაცვალი გახდება. და მათი გზები მეორედ საქართველოში გადაიკვეთება, როდესაც ვორონცოვი მას ქუთაისში ბაღის გაშენებას დაავალებს. მართალია, ქუთაისის მახლობლად 1820 წლიდან ორი ბაღი უკვე არსებობდა. მაგრამ იაკობ მარის უმთავრესი დამსახურება ის არის, რომ მან ეს ბაღები ევროპულ ყაიდაზე მოაწყო. ბაღმა ბოტანიკური ბაღის სტატუსი მოგვიანებით 1960 წელს მიიღო. იგი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ბაგრატის ტაძართან ახლოს მდებარეობს და სიდიდით მესამე ბოტანიკური ბაღია საქართველოში. იაკობ მარი თავისი ოჯახით ცხოვრობდა აქვე, ბოტანიკურ ბაღში. ამ სახლში დაიბადა ჩვენი ფილმის გმირი და დიდი მეცნიერი ნიკო მარი და აქვე გაატარა ბავშვობის წლები. ქუთათურებმა ამ ღვაწლმოსილი ოჯახის მიმართმადლიერება იმით გამოხატეს, რომ ამ სახლში დააარსეს მუზეუმი, რომელიც ბევრ საინტერესო მასალას ინახავს, როგორც ბოტანიკური ბაღის ისტორიაზე, ასევე იაკობ და ნიკო მარების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. პირველი მეუღლის, ფაკუნდო ანტონიოს გარდაცვალების შემდეგ 70 წელს გადაცილებულმა იაკობ მარმა ახალგაზრდა ქართველ ქალზე, აღათი შარაშიძე მაღულარიაზე იქორწინა. 1865 წელს, 4 ივნისს, მათ ეყოლათ შვილი, მომავალში ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი. ამ შენობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, 1864 წელს დაიბადა იაკობ მარის ვაჟი ნიკო მარი. თავად ნიკო მარი თავის ავტობიოგრაფიას სწორედ ასე იწყებს: დაავადებულ ვარ ქუთაისში, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მამაჩემი, შოტლანდიელი იაკობ მარი, ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო სკოლას. შენობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ზუსტად ისეთივე სახით არის შემორჩენილი, როგორც ეს იყო მე-19 საუკუნის შუა წლებში. შენობა იყო სავალალო მდგომარეობაში, 2014 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. გადავწყვიტეთ, რომ რადგან აქ დაიბადა ნიკო მარი, მცირედით მაინც შეგვექმნა ის გარემო და ატმოსფერო, რაც იმ პერიოდში იყო, რაშიც ძალზე დაგვეხმარა ბატონი გუბაზ მეგრელიძე და რამოდენიმე ნივთი, რომელიც აქ არის, არ გამოირჩევა სიუხვით, მაგრამ რამოდენიმე მისი პირადი ნივთი სწორედ მისი დახმარებით არის დღეს მუზეუმში წარმოდგენილი. როგორც ნიკო
ნიკო მარი თავის მოგონებებში აღნიშნავს, იყო ძალიან ცელფი და დაუდგრომელი ბავშვი. ის აღნიშნავს, რომ მამაჩემმა იაკობ მარმა ერთხელ ისიც კითხვა, რომ ჩემგან არაფერი არ გამოვიდოდა, მაგრამ დედა ძალზე დიდი მედებს ამყარებდა ჩემზე. მისი სიცელქე იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ორჯერ ის იყო გიმნაზიიდან გარიცხვის კანდიდატი, მაგრამ რადგან ლათინურ ენაში ქონდა მას ძალიან მაღალი მოსწრება, სწორედ ამ ფაქტორმა გადააფიქრებია გიმნაზიის ხელმძღვანელობას მისი გარიცხვა, რადგან თვითონ ლათინურ ენას უწოდებდნენ გიმნაზისტების რისხვას, რადგან ძალიან უჭირდათ მისი ათვისება. 1870 წელს იაკობი მიმართავს კავკასიის მეფის ნაცვალს წერილობითი თხოვნით, რათა მას დართოს ნება მის უმცროს ვაჟს ნიკო მარს მიიღოს პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის უფლება სახელმწიფო ხარჯზე. ეს თხოვნა დაგვაყოფილებული იქნა 1888 წელს ნიკო მარი ამთავრებს გიმნაზიას. ქუთაისში გადმოსვლამდე იაკობ მარი ცხოვრობდა გურიის სამთავროში, სადაც მიიწვია სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა მამია გურიელმა, რომელსაც სურდა თავისი მეურნეობა პროფესიონალი აგრონომისთვის ჩაებარებინა. დაბლაციხეში ნიკო მარის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1999 წელს. აქ დაცულია მეცნიერის ხელნაწერები, პირადი ნივთები, ნაშრომები. დასავლეთ საქართველოს მოიარა ყველა ადგილი და მოხდა აქ. იმას კუდუნეთი ქვია, ეგ რომ არის თარანჩალს გამოიხედა, მოვიდა აქ, გასინჯა მიწა, გასინჯა ჰაერი და თქვა ზღვისა და მთის შეცრწყმული ჰაერი მარტო ამ ადგილზე ვნახეოდა, ესმიდაო და მისცა იმან ის უფროსი იყო მიწის და ხის და ყველაფრის და აქ დასახლდა. გრიგოლ გურიელმა უთხრა, რომ მე შენ რამოდენიმე მუშას მოგცემ, ანუ და ის შეგიძლია ამუშაო შენთან და ამაზე უარი განაცხადა იაკობ მარმა და თქვა, რომ მე ჩემისთან ადამიანები არ მინდა რომ მუშებად მყავდნენ და მონებათო, იმიტომ რომ მე მაგას იქედან გამოვეკეცი, რისთვისაც ინგლისელი ხალხის სისხლს ხვრიდა და ამიტომ უარი თქვა ამაზე და თვითონ მუშაობდა და თუმცა დამხმარები ყავდა, მაგრამ ძალიან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა კარგი. მან უცხოეთიდან შემოიტანა მცენარეები, რომლებიც მანამდე გურიაში არ იყო ცნობილი. მაგალითად ბამბა, ინდიგოს მარცვლები. გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიშები. იყო ჩაის კულტურის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. მაშინ ესეთი კანონი გამოვიდა, როდესაც ანუ უცხოელებზე შეღავათი იყო აი ამ ვაჭრებზე ძირითადად და ამითი დაინტერესდა და ამან ხელი შეუწყო უფრო რომ გაევრცელებინა თავისი ანუ საქმიანობა დაეწყო გურიაში. მეუღლე გარდაიცვალა ფაგუნდა ანტონიო, რომელიც დასაფლავებულია თქვენ ახლა დაბლაციხეს იმყოფებით, მაგრამ აი ცოტა ზემოთ არის ბუკის ციხე, სოფელი ასეთი, რომელსაც ადრე ციხეს ეძახდნენ და აი იქ არის დასაფლავებული ფაგუნდა ანტონიო. მოკლედ დარჩა ქვრივი იაკობ მარი და ამ დროს აი აქ ჩვენთან სოფელში იზრდებოდა შარაშიძის ოჯახში, დეიდას ყავდა თავისთან წამოყვანილი, აღათი მაღულარია გურული 25 წლის ქალბატონი, რომელიც მოკლედ მიათხოვეს იაკობ მარს და რა ვიცი ხა მე სასწაულს არ დავარქმევ და შეეძინათ შვილი ნიკო.
ნიკო იყო 7 წლის, როდესაც იაკობი გარდაიცვალა და მაშინ ექვთიმე თაყაიშვილი ცხოვრობდა ლიხაურში და ყავდა ბიძა იოსებ თაყაიშვილი, რომელიც ინგლისური ენის სპეციალისტი იყო და აი კერძოდ დაყავდათ ინგლისურის გაკვეთილებზე და უკვე მეხუთე კლასში იყო, ძალიან კარგად საუბრობდა ინგლისურად, თავისით ისწავლა ფრანგული, ლათინური, ძალიან ისეთ თავიდანვე ქონდა ენებისადმი მიდრეკილება და მოგეხსენებათ, რომ ნიკო მარმა 60-მდე ენა იცოდა, რომელიც გრამატიკულად ქონდა შესწავლილი. რომ ჩავიდა ოზურგეთში, შეხედენ ამბავს, შემოხედენ, ვაიმე დედა რა ნიჭიერი ჩანსო. ისე არ უკვირდებოდა არავინ. თურმე ეს ბავშვი მისთვის კითხულობს, ყველა სადაც წიგნი იშოვა ყველაფერი, შევიდა სკოლაში, მასწავლებლები გაკვირდნენ ეს როგორი ბავშვი არისო, იგი აგიდა მაშინ ხომ ფულზე იყოს იგი, ხო და გადააგზავნეს ქუთაისის გიმნაზიაში. ქუთაისის გიმნაზიაში მაშინ დირექტორი იყო რუსი და რუსმა დაუკვირდა ამ ბავშვს. არ მოწონდათ ისე ერთი იმით არისო, გესმით? რაღაცა ცელქი არისო, იგი არ ცელქი კი არაო, ისეთი ნიჭიერია, რომეო ასეთი ნიჭიერი ბავშვი ამ სკოლაში არ მყოლიაო და იმ დირექტორმა ხელი მოუჭირა ამას, რომ არც წასულიყო აი ბავშვი და არც და იგი ყოფილიყო დაკარგულიყო სწავლებაში და მართლაც რომ გამოამჟღავნა მან რაც იყო. – 1884 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე როცა ჩაირიცხა, ყველა გააოცა, რადგან სპეციალობად 4 განხრა აირჩია ერთდროულად. არაბულ, სპარსულ, თურქულ, თათრული, არაბულ, ებრაულ, სირიული, სომხურ, ქართული და სანსკრიტულ, სპარსულ, სირიული. ადვილი არ იყო, მაგრამ მან შეძლო და ვერცხლის მედალზე დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. რატომღაც არ მოინდომა ისეთმა დიდმა მეცნიერმა, როგორიც იყო ალექსანდრე ცაგარელი, რომ ქართული ფილოლოგიის განხრით დაეტოვებინათ დიდი იმედების მომცემი, მომავალი მეცნიერი, უკვე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მაშინ ხელი ჩასჭიდეს მისმა მასწავლებლებმა, რომლებიც სომხურ ენაში ამუშავებდნენ და სომხურის განხრით ის დატოვეს ეგრეთ წოდებული, მაშინ ასე ეძახდნენ, საპროფესოროდ მოსამზადებლად და ფაქტობრივად აი აქედან იწყება ნიკო მაარის ძალიან სერიოზული სამეცნიერო მუშაობები. მან შექმნა ეგრეთ წოდებული იაფეტური თეორია, ანუ ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება. ტერმინი იაფეტური ენები ნაწარმოებია ბიბლიური ნოეს უმცროსი ვაჟის იაფეტის სახელისგან. ამით ნიკო მარს სურდა ხაზი გაესვა სემიტური და იაფეტური ენების ნათესაობისთვის, რომლის თანახმად ქართველურ ენებს, სვანურს, ჭანურს, მეგრულს და ასევე კავკასიურ ენებს ერთი საერთო წარმომავლობა, საერთო ოჯახი აქვთ. ამავე ოჯახს დაუკავშირა ბასკური ენაც. თუმცა შემდგომში მან უარყო ენათა ნათესაობა და იაფეტური ენები მეტყველების განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოაცხადა, რაც მოგვიანებით არ იქნა გაზიარებული ენათმეცნიერების მიერ. ნიშნულოვანი გამოკვლევები მიუძღვნა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებსაც. პირველმა გამოკვლევებითა და კომენტარებით რუსულ ენაზე გამოსცა აბდულმესიანი და თამარიანი. გააშუქა ამირან დარეჯანიანთან, ვისრამიანთან,
შაჰნამესთან და რუსუდანიანთან დაკავშირებული ქართულ სპარსული და ქართულ არაბული ლიტერატურული ურთიერთობის საკითხები. საფუძველი ჩაუყარა რუს ფილოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას. გამოდიოდა ჟურნალი თეატრი, რომელშიც გამოაქვეყნა პუბლიკაცია ვეფხისტყაოსნის ფაბულის შესახებ და ძალიან დაჯერებულად წერდა, რომ ძალიან მალეო მე ევროპის წიგნსაცავებიდან მივიღებ მასალას, რომლითაც დადასტურდება, რომ ვეფხისტყაოსნის ფაბულა ქართული არ არისო, ის ძირითადად ეყრდნობოდა ცნობებს დიდი ბრიტანეთიდან, დიდი ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმიდან, სადაც დაცული იყო გარკვეული სპარსული ხელნაწერი და თითქოს ის უნდა ყოფილიყო პროტოტიპი ქართული ფაბულისა. ეხლა მოგეხსენებათ ნიკო მარი არ იყო ისეთი გულუბრყვილო მეცნიერი, რომელიც დაეყრდნობოდა ვეფხისტყაოსნის სტრიქონებს, რომ ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები, პოვედა ლექსად გარდავთქვი საქმე უქენ საჭოჭმანები. არა, მას ჰქონდა გარკვეული ურთიერთობა მიუხედავად რკინის ფარდისა, საბჭოური ქვეყნებისა და დასავლეთ ევროპას შორის, მას ჰქონდა გარკვეული კონტაქტები და მართლა ელოდა, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს სულ სხვა რამ იყო, ნიკო მარს არც იმისი შერცხვენია ბუნებრივია, რომ ბოდიში მოეხადა ფართო საზოგადოების წინაშე. (1899) წელს ქართული ხელნაწერების შესასწავლად მან ჯერ ათონის მთა მოინახულა. 3 წლის შემდეგ კი სინას მთა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნიკო მარი ელტვოდა, რომ სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მიმოფანტული ქართული ძეგლებით შეესწავლა და 1902 წელს მან ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმოგზაურა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სინას მთაზე მისი მოგზაურობა, გაეცნო ზოგიერთ ხელნაწერს, იქ ალექსანდრე ცაგარელისეული აღწერილობებიც არსებობდა და აქედან ბუნებრივია გამომდინარე იყო მისი სამეცნიერო ინტერესები. 1903 წელს კი შესრულებული სამუშაოს ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ნაშრომმა სენსაცია გამოიწვია დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში. ხოლო ბერძნულ-რომაული ლიტერატურის ისტორიისთვის სრულიად მოულოდნელ სიახლედ იქცა, რადგან აქ აღმოჩნდა იმ ნაწარმოებთა დედნები, რომლებიც ბერძნულ-ბიზანტიურ მწერლობაში დაკარგულად ითვლებოდა. შეირთო რუსი ქალბატონი ალექსანდრა ჟუკოვსკაია, გენერლის ქალიშვილი, ძმა მეცნიერებათა დოქტორი იყო, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი და ძალიან კარგი ქალბატონი, ნიჭიერი ქალბატონი და ნიკო მარი ამბობდა, რომ თუ კი მე რაიმეს მივაღწიე და რაიმე გავაკეთე, ეს ჩემი წვლილი ძალიან დიდი ჩემს მეუღლესაც მიუძღვისო, იმიტომ რომ მთელი ღამეები მასთან ერთად ათენებდა და ერთად წერდნენ, ერთად თარგმნიდან მუშაობდნენ. და 4 შვილი ყავდა ნიკოს სულ და მოგახსენებთ რომ ანუ პირველი იყო ანდრია რომელიც ძალიან პატარა ასაკში გარდაიცვალა, შემდეგ იყო ვლადიმერი 17 წლის წითლებთან ბრძოლაში დაიღუპა და იური იყო ირანისტი, რომელიც თბილისში ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, არაჩვეულებრივი ნიჭიერი ადამიანი იყო, თუმცა ძალიან ადრე დაავადდა ტუბერკულოზით და აბასთუმანში გარდაიცვალა, რომელსაც თავისი მშობლები მოესწრო სამწუხაროდ და ამას ძალიან განიცდიდა ნიკო მარი და ამბობდა რომ აი მე დამეწვას ყველაფერი რაც კი გამაჩნია, ოღონდაც კი ჩემი შვილი იყო ცოცხალიო, მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა და მას ოჯახი არ დარჩენია. ეხლა მეოთხე შვილი, თუმცა ალექსანდრას გაჩენილი არ იყო, მაგრამ ეს იყო ნინო მარი, ქალბატონი, რომელიც პეტერბურგში როცა სწავლობდა, იქ მეგობარი ქალბატონი ყავდა, თავისი ლექტორი იყო, მასთან ჰქონდა ძალიან ისეთი სასიყვარულო ურთიერთობა და მოკლედ გაჩნდა ნინო, რომელსაც გვარი მარი ჰქონდა, სახელიც ქართული და მამას ძალიან დიდ პატივს სცემდა, ყურადღებას აქცევდა.
ჩოხატაურში იყო ეს მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, შემდეგ 90-იან წლებში სამწუხაროდ იმ ცუდი პერიოდი იყო და რაღაც ყურადღებას სათანადოდ ვერ აქცევდნენ, ამიტომ შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აი აქ მარის ფუძეზე მოეტანათ ის შენობა, ზუსტად ეს შენობა იდგა იქ და მოეტანა და აქ დაედგათ 1999 წელს აქ გაიხსნა და გადმოიტანეს ის ყველაფერი, რაც ახლა მუზეუმში გვაქვს. ძალიან ფართოა სპექტრი ნიკო მარის მეცნიერული მოღვაწეობისა. ქართული ენა და ლიტერატურა, სომხური ენა, სემიტოლოგიის, სხვადასხვა მიმართულებები, ტექსტოლოგია, ფაქტობრივად ტექსტოლოგიას ნიკო მარმა ჩაუყარა საფუძველი, რუსთველოლოგიის დამუშავებას მეცნიერულად ასევე ნიკო მარმა ჩაუყარა საფუძველი და არ იყო იმდროინდელ რუსეთის იმპერიასა და ევროპაში ფილოლოგიური მიმართულება, რასაც ნიკო მარი არ შეეხო, მაგრამ აი აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ყველაფერს, ყველა დისციპლინას, ყველა მეცნიერულ მიმართულებას ის სწავლობდა ქართული ენის პრიზმაში. მას უნდოდა, რომ თავისი მშობლიური ენა ისტორიულ შედარებითი მეთოდის საფუძველზე დაეკავშირებინა მსოფლიოს სხვადასხვა ენებთან და აი ეს რა თქმა უნდა მისი დიდი დამსახურება გახლავთ. მიუხედავად მისი მრავალი წინააღმდეგობრივი მოსაზრებებისა, ნიკო მარის როლი და წვლილი ქართული ენათმეცნიერების ისტორიაში ფასდაუდებელია. ჩვენ დღესაც თამამად შეგვიძლია მოიხსენიოთ იგი როგორც მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან. ერთ პრობლემას აუცილებლად უნდა გაუსვათ ხაზი, რაც ნიკო მარის ფაქტობრივად უნდა ითქვას ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გახდა. 30-იან წლებში მანამდეც ძალზე ხშირად მოგეხსენებათ იმპერიაში წამოიჭრებოდა ხოლმე პრობლემა საერთო ენის შესახებ, რომ იმპერიაში შემავალ ქვეყნებს უნდა ერთ ენაზე ესაუბრათ და სამწერლობოც აი ეს ენა უნდა ყოფილიყო. 30-იან წლებში განახლდა ამაზე მსჯელობა და მოგეხსენებათ ნიკო მარი ამისი სასტიკი წინააღმდეგი იყო. 1933 წლის 15 ოქტომბერს პეტერბურგში გაერთიანებული ფართო სამეცნიერო საბჭოს ხდომაზე გამოვიდა ნიკო მარი მოხსენებით, სადაც მეცნიერულად ძალიან მაღალ დონეზე დაუმტკიცა მავანსა და მავას, რომ კავკასიური ენებისათვის რუსული ენა არ გამოდგება, შეუძლებელია ჩვენ მეცნიერულად ვიმსჯელოთ კავკასიურ ენებზე და ეს იწერებოდეს რუსულ ენაზეო. ნუ ვის მოეწონებოდა მოგეხსენებათ და აი აქედან გაკვეულწილად რეპრესიების ობიექტიც გახდა ნიკო მარი და აი ეს დღე ძალიან დიდ ნერვიულობას დაუჯდა და როგორც მოგეხსენებათ სისხლი ჩაექცა და ამაზე არ მსჯელობდნენ საბჭოურ ეპოქაში, მაგრამ იოსებ მეგრელიძე მოგეხსენებათ იყო ძალიან პირშიმთქმელი, ძალიან უშუალო მეცნიერი და სწორედ იოსებ მეგრელიძეს აქვს წერილი აი ამის შესახებ, თუ რამ გამოიწვია დაავადება ასეთი ჯამრთელი ადამიანისა, როგორიც იყო ნიკო მარი და რამოდენიმე თვე იცოცხლა ნიკო მარმა და 1934 წელს გარდაიცვალა და პეტერბურგშივე არის დაკრძალული მოგეხსენებათ. ნიკო მარი ერთ-ერთ თავის ნაშრომში ქართული ენის შესახებ წერს. ვიკადრებთ თქმას.
დღეს იქნება თუ ხვალ ქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობლად კაცობრიობის ვერც ერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება.